Aktualur sakitse, თუმცა არანაკლებ რთული პერიოდი გველოდება წინ, არჩევნები გვიახლოვდება და მთელი ეს მოვლენები უნდა საარჩევნო თემები აქტუალობას არ კარგავს, ისევე როგორც ევროინტეგრაციის საკითხები, ასევე ყველაზე აქტუალური თემები იყო პარტნიორებთან ურთიერთობა. ჩვენ აუცილებლად ყველა საინტერესო თემას შევეხებით დღევანდელ ეთერში მოგესალმებით. ბატონ პრემიერო, სანამ თავარ პოლიტიკურ საკითხებზე გადავალთ, დავიწყოთ აი ბოლო ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მამუკა ხაზარძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ანაკლიის სპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჯერ დეტალები არ ვიცით ამ განაჩენის, ალბათ არგუმენტაცია სასამართლოსი ხვალ გახდება ცნობილი. ვიცით, რომ მოსარჩელი მხარე დაობდა $1.6 მილიონზე, ანუ ძალიან მსხვილ თანხაზეა საუბარი და როგორც მათი კომენტარებიდან ჩანს, ისინი ახლაც ამბობენ, რომ სახელმწიფომ ხელოვნურად შეაფერხა ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სპორტის მშენებლობა, ამით ქვეყანაც დაზიანდა და ათასობით ადამიანი დარჩა სამუშაოს გარეშე. როგორია თქვენი შეფასება კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით? მოგესალმებით მაყურებელს, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ იცით, რომ ზოგადად ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა არაერთხელ უჩივლეს საქართველოს არაერთი საქმე წარიმართა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში საქართველოს წინააღმდეგ ნაცმოძრაობის ინიციირებით, ძირითადად ეს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს, იყო საქმე მაგალითად მაშინდელი რუსთავი საქართველოს წინააღმდეგ, იყო სააკაშვილის საქართველოს წინააღმდეგ, იყო სხვა პოლიტიკოსები უგულავა საქართველოს წინააღმდეგ და ეს შემდეგ ყველა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა საქართველო. ამ შემთხვევაშიც იყო საქმე, რომელიც წარმოებდა საერთაშორისო არბიტრაჟში, ეს იყო ხაზარაძე, ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვიდა გამარჯვებული ერთი მარტივი მიზეზის გამო. სახელმწიფო ყოველთვის იცავს წესებს, როდესაც მოქმედებს, ეს პრაქტიკა დაინერგა საქართველოში 2012 წლის შემდეგ და სწორედ ამის გამოა, რომ ყველა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში, არბიტრაჟში, მათ შორის საქმეებს იგებს ხოლმე სახელმწიფო, სადაც წარმოებს დავა ნაცმოძრაობის წარმომადგენლებსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის. ხაზარაძე, ჯაფარიძე ისინიც არიან ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათაც სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენებას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და შესაბამისად გაიმარჯვა სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში. რაც შეეხება კონკრეტულად ანაკლიის საქმეს, ეს საქმე იყო თავის შინაარსით ძალიან მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა კონსორციუმს, ხაზარაძე ჯაფარიძის კონსორციუმს იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები და განეხორციელებინათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მე შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, სწორედ იმის გამო, რომ გაადვილებოდა კონსორციუმს ინვესტორების მოზიდვა. რამდენჯერმე არაერთ გზის გადაუვადა სახელმწიფომ შეასრულა იმისათვის. ხაზარაძის მხარე განაჩენით ძალიან უკმაყოფილოა, ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური კონტექსტი არ გაითვალისწინა, მაშინ საქმე იყო აღძრული და პოლიტიკურად გვებრძოდნენ. მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება. სიმართლე დაადგინა რეალურად საერთაშორისო არბიტრაჟმა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა, რა თქმა უნდა, ხაზარაძე ჯაფარიძის მხარე. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ჩააგდეს პროექტი, ვერ მოახერხეს ინვესტორების მოზიდვა, ინვესტორებს ეძებდნენ ყველგან. შეგახსენებთ, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, ასევე ჩრდილოეთში, თუმცა ვერსად ვერ მოახერხეს ინვესტორის მოზიდვა. აქედან გამომდინარე, რეალურად მათი ბრალია, რა თქმა უნდა, საქმის წაგება და სახელმწიფო არის აბსოლუტურად პირნათელი ამ საქმეში. ჩვენ რას თავარია ვიყურებით წინ და ჩვენ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა გახლავთ ანაკლიის სპორტის მშენებლობა. ამისათვის იცით, რომ უკვე არის შეჯერებული შეთანხმება ჩინურ კომპანიასთან, ასევე უკვე ძალიან მალე შერჩეულია შესაბამის კომპანია და ძალიან მალე დაიწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ხაზარაძე ჯაფარიძის მიერ ჩაგდებული პროექტი რეალურად განხორციელდეს. გარდა ამისა, სახელმწიფოს ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული ანაკლიის სპორტის მშენებლობის დროს. კერძოდ, მათ შორის ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სახელმწიფო იტოვებს წილის 51%-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული კუთხით ჩვენი ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ გააკეთეს
ხაზარაძე ჯაფარიძემ იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფოს. თქვენს ოპონენტებზე და მათ ქცევაზე ინტერვიუს მეორე ნაწილში აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე გვინდა თქვენგან მოვისმინოთ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით კომენტარი. ტრამპი, ივანიშვილი, ფიცო ეს სამგვარი ხშირად ფიგურირებს ხოლმე ქართული ოცნების ლიდერთა განცხადებებში. იქნებ უფრო კონკრეტულად გითხრათ, რა კავშირშია ეს გვარები ერთმანეთთან? არსებობს საერთაშორისო კონტექსტი, არსებობს ადგილობრივი კონტექსტი და ამ კონტექსტების გათვალისწინებით მე მგონი არასდროს გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი გეგმები ვიღაც თავში იხარჯება და მზადდება. საერთაშორისო კონტექსტს რაც შეეხება, არსებობს გარკვეული ხელწერა, ხო, რომელიც უკვე თვალნათელი გახდა. ჩვენ ნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ჩვენ ნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთი და იგივე ხელწერა, ეს არის საერთაშორისო კონტექსტი და ეს ძალები, ასე ვთქვათ, მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა სივრცეში, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ აქვთ ამის რესურსი, ეს ერთი. რაც შეეხება ადგილობრივ კონტექსტს, თქვენ იცით, რომ ნაცმოძრაობა არის ყველაფრის შემსრულებელი. ისინი ერთ-ერთი რითაც გამოირჩეოდნენ ისინი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ეს იყო მკვლელობები, ხო, პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, ხო, ათეულობით ახალგაზრდა უბრალოდ ქუჩაში მოკლეს, ხო? აქედან გამომდინარე, მათგან არავის უნდა გაუკვირდეს, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის დანაშაულის ჩაფიქრება, მომზადება. ეს არის კონტექსტი, საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტი, დანარჩენი უნდა დაადგინოს, რა თქმა უნდა, გამოცდილება. თუმცა თქვენი შეფასებით, რატომ შეიძლებოდა გამختارიყო ბიძინა ივანიშვილი აი ამ დანაშაულებრივი განზრახვის სამიზნე, რატომ ის? ერთმანეთი მიზეზის გამო ის არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. ეს არის მთავარი გარანტი. აქედან გამომდინარე, მთავარი ადრესატი რომ იყო ის ამ გეგმების, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, აქ ასაკვირი არაფერი არ არის. რაც შეეხება კონტექსტს, აქ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა რამდენიმე თვის წინ. ეს იყო ერთ-ერთი ევროკომისიის სატელეფონო ზარი, რომლის მეშვეობითაც მოგვაწოდეს კონკრეტული მესიჯი, რაც ამ ევროკომისარმა მოგვიანებით აღიარა, თავადვე განაცხადა, რომ ის საუბრობდა მკვლელობის რისკებზე. უბრალოდ მან დააზუსტა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ისმის და ეს ინფორმაცია საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენი მისამართით იყო ეს განცხადება გაკეთებული, ერთგვარი გაფრთხილება პრემიერის მისამართით, მაგრამ რეალურად რა იყო? ალბათ იმის გამო დარჩა ეს საქმე, რომ ზარი ჩემთან განხორციელდა, თუმცა რეალურად მრავლობითში იყო საუბარი, პირდაპირ სიტყვები იყო ასე ნათქვამი, თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად ნახეთ რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში, ანუ სიტყვასიტყვით ასე იყო ნათქვამი ეს ყველაფერი, ну მხოლობითი იყო თუ მრავლობითი, ამას ვერ გაარჩევ ვერც ქართულში, ვერც ინგლისურში, სპეინის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ну ასე იყო ნათქვამი რეალურად ფრთხილად იყავით, ნახეთ რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში. ეს ხეებით რჩება. ანუ გულისხმობ რას, რომ სუსმა დაიბარა დაკითხვაზე ათობით ადამიანი, ეს პროცესი გრძელდება და შესაბამისად ნახავთ როგორ იქნება ლოგიკური დასასრული, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ანუ საფრთხეები განეიტრალებულია ამ თვალსაზრისით? რისკები რჩება იქამდე, ვიდრე გრძელდება ომი უკრაინაში. ვიდრე კონტექსტი იქნება ასეთი, ეს რისკები დარჩება ძალიან მძაფრად. ჩვენს ქვეყანაში აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთხელ გაგვიმეორებია და კვლავ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ მომავალ ომის დასრულებაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი გათვლებით, იმედებით მაქსიმუმ 1 წელიწადში უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, როგორც კი ეს ვითარება შეიცვლება, როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდდება, მაშინვე ინტერესებიც გადალაგდება და შეიცვლება. ეს არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე რისკებიც თვისებრივად და რადიკალურად შემცირდება. სანამ გადავალთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხზე და ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ, მანამდე ტერორიზმის საქმეს დაუბრუნდები, თქვენი შეფასებით რაზე მეტყველებს ის რეაქცია, რომელსაც ავლენს ოპოზიცია ამ საქმესთან მიმართებაში? ერთის მხრივ გარკვეული ირონია, არჩევნებთან, წინასაარჩევნო პერიოდთან ამ თემის დაკავშირება, რომ თითქოს ხელისუფლება ასეც ცდილობს ამ მრჩეველთან ურთიერთობას დაშინების გზით. ну რეალურად მათ ჭირდება რა თქმა უნდა თავის მართლება. ეს არის რეალურად მათ
დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსებს მათი უნებრივია თავი უნდა ემართოს. ეს განცხადებები მოსმენილი გვაქვს და მაყურებელს ქრონიკაშიც ნახა. ინტერესოა, ეს არის უშუალოდ ამ ადამიანების და ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადება, მათ შორის და კვალი უпростоრად თუ შორს მიდის ეს კვალი, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლები. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ინტერესები, რომლებიც არ შეესატყვისება საქართველოს ინტერესებს. დონე არის ძალიან მაღალი. ეს არის ბევრად უფრო მაღალი დონე, ვიდრე შეიძლება იყოს თუნდაც უკრაინის ხელისუფლების მოთამაშე, რომელიც შეიძლება ამ ხედულობაში მივიღოთ. ხო, ანუ საუბარია ბევრად უფრო მაღალ დონეზე. და ამ ასე ვთქვათ დონეზე არსებობს ინტერესი საქართველოს მიმართ, საქართველოს წინააღმდეგ არსებობს მეორე ფრონტის ინტერესი. ეს ინტერესი ვითარება არის ისეთი, როგორც არის დღეს, ინტერესი კვლავაც არსებობს. და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება ნებისმიერი გეგმა ჩაიფიქროს ვიღაცამ, თუმცა ნუ სახელმწიფო ინსტიტუტები დგან თავის ადგილზე. ახსრულების პრევენცია. ამ ინტერესის გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, მით უმეტეს რომ ეს არის პრაქტიკულად თავარი წინასაარჩევნო დაპირება, თავარი გზავნილი, რომ შვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ. ეს გენერალური ხაზი, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ ოცნებას ჰქონდა, კვლავ ძალაში რჩება, მაგრამ ამ ფონზე ევროკავშირის ლიდერებისგან ვისმენთ, რომ პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია. ეს არის ქართული ხალხის არჩევანი, ევროინტეგრაცია, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი ამოცანა შესრულდეს ჩვენი სახელმწიფოს მიერ. სირთულეები იყო ძალიან ბევრი ამ გზაზე. ამ 2-3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მანამდეც, მაგრამ განსაკუთრებით 2-3 წლის განმავლობაში აღარ გავიხსენებ მთელ ამ პროცესებს, როგორ გვეთქვა უსამართლოდ უარი 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსზე, მე წელიწად ნახევარი როგორ გვაცხოვრეს ხელოვნური პოლარიზაციის რეჟიმში, რამხელა უსამართლოდ ბატრიალებდა ჩვენი ქვეყნის თავზე, თუმცა ჩვენ ღირსეული პოზიცია დავიკავეთ და სწორედ ამის ხარჯზე საბოლოო ჯამში მოახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. ასეთივე სირთულეები იქნება შემდეგი 1 წლის განმავლობაშიც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს სირთულეები ამ შემთხვევაშიც იქნება დაკავშირებული იმ ომთან, რომელიც ჩვენს რეგიონში წარმოებს, ხო და შესაბამისად მეორე ფრონტის ინტერესთან, მაგრამ როგორც კი ვითარება შეიცვლება და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს მოხდება მაქსიმუმ 1 წელიწადში და ჩვენ გვაქვს სადღაც 90%-იანი ვარაუდის შესაძლებლობა ამ თვალსაზრისით, როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე რადიკალურად შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ და შესაბამისად ჩვენ ძალიან მარტივად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება მოლაპარაკების გახსნას, მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ მომავალ წელს ეს ამოცანაც შესრულდება, მას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუნდაც იყოს 2 წელიწადში თუ 1 წელიწადში თუ წელს თუ როცა იქნება, საბოლოო ჯამში თქვენ იცით, რომ ჩვენი სამიზნე არის მაინც 2030 წელი, ხო, სწორედ ამ კონტექსტში საუბრობენ ევროკავშირის გაფართოებაზე, მანამდე როდის მოხდება მოლაპარაკების გახსნა, ეს არის ტექნიკური დეტალი. არ ველოდებით გადაწყვეტილებას. შეიძლება წლის ბოლოსაც მოხდეს, გააჩნია კონტექსტი როგორ იქნება წლის ბოლოსთვის. შეიძლება წლის ბოლომდეც კი დასრულდეს ომი. მაგრამ უკრაინაში სრულდება, მაშინ ახდება ბატონ პრემიერა, რას გულისხმობ? ეს ზეწოლა ძალიან ბევრი ბედრობა მოყვება ამ ყველაფერს. ხადია, მაგრამ ამ ფონზე როგორ ჩადება ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან? მაშინ რამდენად აქვს ქვეყანას იმის ფუფუნება, რომ აი ამ ზეწოლას გაუძლოს? ომი თუ გაგრძელდა 1 წელიწადზე მეტხანს, ეს იქნება დიდი უბედურება რეგიონისთვის. ყველაფერს აქ საერთოდ საუბარი აღარ არის მოლაპარაკების გახსნაზე და ასეთ დეტალებზე ტექნიკურ საკითხებზე.
იმ ქვეყნისთვის, რომელიც დღეს არის ომის მდგომარეობაში. იმდენად დიდი უბედურება იქნება მთლიანად რეგიონისთვის, რომ იქ მოლაპარაკება დაკავშირებული კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, ასეთ შემთხვევაში რეგიონშიც გაუმჯობესდება, ვითარება მთლიანი სურათი ჩვენს რეგიონში და აქედან გამომდინარე, მათ შორის გადულდება არ ვიცი, ათას უბედურება მოყვეს ამ ყველაფერს, მაგრამ დაახლოებით 1 წელიწადში ომი დასრულდება. მოლაპარაკების გახსნას როგორც ხვდებით, თქვენ არ ანიჭებთ ძალიან დიდ დატვირთვას პოლიტიკური სტატუსი გამოყენებული იქნა როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი ქვეყანაში ვითარების ასარებად, ხო? ანუ ცადეს ქვეყანაში ვითარების არევა და საკმაოდ ეფექტიანი იყო ამ თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსი როგორც ინსტრუმენტი. ამ კუთხით მოლაპარაკების გახსნას არ აქვს იგივე ეფექტი. მოლაპარაკების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი ქვეყანაში. ჩემი ვარაუდია, რომ მე არ გამორიცხავ არც წელს მოლაპარაკების გახსნას. რობებშიც არის შესაძლებელი ეს ყველაფერი მოხდეს წელს, მით უმეტეს რომ ნათქვამი აქვს მილიონ სუბიექტს, მათ შორის საქართველოს ოპოზიციას, რომ კანდიდატის სტატუსი რომ მოლაპარაკებიც უნდა გაუხსნან ქართულ ხალხს და არა ხელისუფლებას, ხო? რატომ უნდა უთხრან ქართულ ხალხს უარი? ანუ შეიძლება მოხდეს ეს წელს თუ ომი მანამდე არ დასრულდა, წელს არ მოხდება გაიცადა არც სიმბოლური თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად სწრაფად ვიაროთ, თუმცა რა თქმა უნდა ყველა ერთის მხრივ თუ ეს ყველაფერი არის სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მიმდინარე ომის გათვალისწინებით, თუმცა ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, არა ზოგადი იმედი, არამედ კონკრეტულ ინფორმაციაზე და ლოგიკურ დასკვნებზე დაფუძნებული იმედი, რომ ომი დასრულდება. კიდევ ერთხელ გამიმერებ, თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ 1 წელიწადში, თუ რესპუბლიკელები უფრო ადრე, ნუ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია რომ ეს წელი ღირსეულად ასე ვთქვათ, მივყვანოთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ქართულმა ხალხმა ყოველ ჯერზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება, განსაკუთრებული სიბრძნე და სწორედ ამან მოგცა ჩვენ ყველა სირთულის დაძლევის საშუალება. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ იგივე მოხდება. მიმდინარე წელსაც, როგორც კი ამ რამდენიმე თვეს ღირსეულად ჩავატარებთ, მაშინვე შეიძლება მე ვფიქრობ საერთაშორისო კონტექსტი და შესაბამისად ყველა მიმართულებით გაადვილდება პროცესების წარმართვა. რადგან ასახელებთ, რომ შეერთებულ შტატებში ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებაზე დამოკიდებული ომის დასრულების ვადებიც, აი როგორია ზოგადად აი ამ არჩევნების დატვირთვა ურთიერთობების გაჯანსაღების კუთხით, აი რომელ ადმინისტრაციასთან უფრო გაგიადვილდებათ თანამშრომლობა და აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა ზოგადად ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებში? ნუ ზოგადად ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, ამერიკელი ხალხის არჩევანს, ჩვენი საქმე არ არის ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადმინისტრაციასთან. ერთადერთი განსხვავება არის რეალურად რამდენიმე თვეში. უფრო გვიან დასრულდება ომი თუ უფრო ადრე დასრულდება ომი. ყველა შემთხვევაში ომი მე ვფიქრობ დასრულდება მომავალ წელს, იქნება ეს ერთი ადმინისტრაცია თუ მეორე ადმინისტრაცია და სწორედ ომის დასრულების შემდეგ გამარტივდება ურთიერთობების გადატვირთვა ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, იქნება ეს დემოკრატების თუ რესპუბლიკელების გადატვირთვას ალტერნატივა არ აქვს, როგორც არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები და თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდი სახელმწიფო, მსოფლიო გავლენით, აქედან გამომდინარე ყველაფერი არის მათ ხელში. ჩვენ არ შეგვიძლია არსებითად აქ რაიმე შეცვლა, ჩვენ მთავარია რომ გავთ ნაბიჯებს
და ველოდებით შემთხვევით ნაბიჯებს, როგორც კი ეს ნაბიჯები გადმოიდგება, მაშინდელი მოხდება გადადარდვა. მაგრამ სხვადასხვა ბრიფინგებზე, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში, თითქოს რჩება ქვეტექსტი ასეთი, რომ ისინი ელოდებიან არჩევნების შედეგებს და ამ შედეგებში თითქოს ჩანს, რომ სხვა ხელისუფლებასთან აპირებენ ლაპარაკს. თუ ოცნება რჩება ხელისუფლებაში და იგებენ ასევე შეერთებულ შტატებში დემოკრატები და შესაბამისად იგივე ადმინისტრაცია მეტნაკლები მოდიფიკაციით. მაშინ როგორ გრძელდება ეს ურთიერთობა? თავი ფაქტორი არის ომი და არა ის თუ რომელი ადმინისტრაცია იქნება ხელისუფლებაში. თავი ფაქტორი არის ომის დასრულება. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე გადაიდურთება ურთიერთობები. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ოპტიმიზმის საფუძველი, ჩვენი ოპტიმიზმი პირდაპირ არის დაკავშირებული ომის დამთავრების ფაქტორთან. ასეც და ისეც ურთიერთობები უნდა გადაიდურთოს და მე მჯერა, რომ მომავალი წლისთვის ჩვენ გვექნება უკვე თვისებრივად განსხვავებული ხარისხი ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ შეშფოთება გვესმის საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობების განვითარების საკითხსაც, როგორც შეერთებულ შტატების გარკვეული ფიგურების მხრიდან, ასევე ევროკავშირის მხრიდან და რა თქმა უნდა, ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი, ასე ვთქვათ, დაპირისპირება და კონფრონტაციაში შესვლა შეერთებულ შტატებთან და მის ინტერესებთან, როდესაც საქართველოში შემოდის ჩინური ინტერესი. რეალურად როგორი არის თქვენი ხედვა აი ამ დაახლოებასთან მიმართებაში? ეს არის სინამდვილეში ყალბი გზავნილები, რასაც ჩვენ ვისმენთ მათი მხრიდან. ბატონმა ბიზნესმენმა განაცხადა ამ თემის შესახებ საკუთარ გამოსვლაში ორიოდე კვირის წინ და აქ საუბარი იყო იმაზე, რომ რა თქმა უნდა ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ ეს არის შემავსებელი ფაქტორი. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიულად ჰქონდა ყოველთვის თავისი მისია, ეს იყო დამაკავშირებელი მისია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამ ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ორივე მხარეს არ გააღრმავებთ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ეს ფუნქცია ვერ აღდგება, ხო? მათ შორის ვაჭრობის კუთხით, ეკონომიკური კუთხით და პოლიტიკური დაკავშირების კუთხით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გავაღრმავოთ ურთიერთობები, იქნება ეს დასავლეთი თუ აღმოსავლეთი და სწორედ ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება არის არა საბრძოლო, არამედ პირიქით შემავსებელი ფაქტორი იმ ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან. მაგრამ ამ ეტაპზე დასავლეთთან ურთიერთობები, კონკრეტულად ევროკავშირთან ურთიერთობები, როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა დღეს გაყინულია, ამ მსგავსი განცხადებები ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ლიდერის მხრიდან. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და წყალგამყოფი, ყველას გვახსოვს, რომ იყო გამჭვირვალობის კანონი. სანამ ჩაგეკითხებოდეთ სხვა დეტალებზე, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, პრეზიდენტმა შეიტანა ოპოზიციურმა პარტიებმა, NGO-ებმა, რა მოლოდინები გაქვთ, ელით თუ არა, რომ შესაძლოა მაგალითად საკონსტიტუციომ შეაჩეროს ამ კანონის მოქმედება. პირველ რიგში ეს არის თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი. აქვე მე ერთი რამე და შეგახსენოთ, რომ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არათუ ეჭქვეშ აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას ორიოდე თვის წინ, როდესაც იმპიჩმენტთან დაკავშირებით გამოცხადდა დასკვნა, არამედ პრაქტიკულად მონებად გამოაცხადეს საკონსტიტუციო სასამართლოს 6 მოსამართლე. ახლა ამ ადამიანებმა რამდენად ყალბები არიან და როგორი ორმაგი სტანდარტები მოქმედებს თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებმა მონებად გამოცხადებულ მოსამართლეებს, 6 მოსამართლეს, მათ უნდა მიიღონ ხო ის გადაწყვეტილება არსებითად, უმრავლესობა ჭირდება ამ გადაწყვეტილებას, მონებად გამოცხადებულ მოსამართლეებს მიმართეს სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. ახლა როგორი სიყალბეა, წარმოიდგინეთ, ამ სარჩელით თვითონ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ არის არალეგიტიმური პრეზიდენტი, ხო? მანამდე ქონდა ერთადერთი ხელს ჩასაჭირი ის, რომ მონებს ეძახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ამით ამართლებდა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, ახლა ლეგიტიმაცია აღიარა, ხო? აღიარა მოსამართლეებს ლეგიტიმაცია დაეთანხმა პრეზიდენტი, როდესაც პირდაპირ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას და შესაბამისად იმ დასკვნას, რომელიც დაიდო თავის დროზე მოსამართლეების მხრიდან. თვითონვე აღიარა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევის შესაბამისად არალეგიტიმური პრეზიდენტი. ასეთ ტყუილში ცხოვრობენ თვითონ საკუთარ თავს და საკუთარ მხარდამჭერებს აცხოვრებენ ასეთ ტყუილში, ასეთი ძალები ვერ იქნებიან წარმატებული.
მათ შორის ერთ სარჩელებში და კონკრეტულ სარჩელს რაც შეეხება, იმდენად დაცლილია სამართლებრივი, ასე ვთქვათ, საფუძვლისგან. თვითონ ეს სარჩელი როგორ შეიძლება ეს იყოს წარმატებული? ხო, ერთ-ერთი რამ რაც წერია კანონში არის ის, რომ NGO-მა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ საკუთარი ფინანსური დეკლარაცია, ანუ გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტზეა საუბარი. რაც არის ევროპული დემოკრატიის რაღაც მინიმალური სტანდარტი, ხო? ამაზე როცა შეგაქვს სამართლებრივი სარჩელობა ცუდია, არ შეიძლება იყოს მტკიცების საგანი. მოდით თავად კანონის იმპლემენტაციის პროცესში შევეხოთ სცენარი, რომელსაც სთავაზობს სავარაუდო განვითარება მოვლენების, ოპოზიცია რაზეც საუბრობს ასეთია, რომ არასამთავრობოები არ დარეგისტრირდებიან, ეს გამოიწვევს ჯარიმებს, ეს გამოიწვევს ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის საერთოდ გაქრობას, აი ამ ველი და რაც უარყოფით გავლენას მოახდენს თავად წინა საარჩევნო პროცესზე და ასევე არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე. ხო, ესეთ ბნელ სურათს ქმნიან ისინი უკვე წინასწარ. ხო, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი? ნუ წარმოვიდგინოთ ორი სცენარი. ხო, ერთი სცენარია, როდესაც NGO-ებში აქვს დეკლარაციები და ნუ ერთ-ერთი შედეგი, პრაქტიკული შედეგი აქედან რაც გვაქვს არის ის, რომ იქნება ერთი ვებგვერდი. არის ერთი ვებგვერდი, სადაც შედიან საქართველოს მოქალაქეები და იღებენ ინფორმაციას ორგანიზაციების, დაფინანსების წყაროების და ხარჯების თაობას. მეტი არაფერი. ანუ ერთადერთი პრაქტიკული შედეგი წარმოიდგინეთ არის ეს, რომ მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ერთი ვებგვერდი, სადაც შედიხარ, ამოირჩევ ორგანიზაციას და გაგიხსენს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ფინანსდება და რისთვის ფინანსდება ეს ორგანიზაცია. ეს არის ერთი პრაქტიკული შედეგი. რა შეიძლება იყოს ამაში ცუდი? ნული, არაფერი, ხო? მეორე თეორიული ვარიანტი, თუ პრაქტიკული ვარიანტი, ხო, როდესაც ორგანიზაციების დიდ ნაწილს არ შეაქვს დეკლარაციები და სხვათა შორის ვინც არწმუნებს ამ ორგანიზაციებს, რომ დეკლარაციები არ უნდა შეიტანონ, უნდა დარეგისტრირდნენ სხვა ქვეყანაში და შემდეგ, ესენი არიან სწორედ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები, ხო, რომლებსაც აინტერესებთ საკუთარი ფინანსების დამალვა. Ну, წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორგანიზაციები არ წარადგენენ ამ, ასე ვთქვათ, ფინანსურ დეკლარაციებს. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი რაც ხდება, არის ის, რომ გამოეწერებათ ამ ორგანიზაციებს ჯარიმები და ჯარიმებიც არის საკმაოდ რბილი. 25,000 ლარი უნდა გადაიხადოს ორგანიზაციამ, იმ შემთხვევაში თუ უხეშ და არღვევს კანონს და არ წარადგენს ცილურ დეკლარაციას, ეს არის ერთადერთი სანქცია და ზომა, რაც არის. ეს ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამის გადახდის საშუალება არ იქნება და ლიკვიდაცია მოუწევთ. მე მაინტერესებს, ანუ საბოლოო ჯამში ხო არ მივიღებთ ისე, რომ არჩევნების წინ ხდება ეს პროცესი, როდესაც ცალკეული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი იძულებული არიან დაიხურონ და შესაბამისად ქვეყნიდან გავიდნენ და ამ შემთხვევაში ხო არ ექნება არჩევნების ლეგიტიმურობას. ან საერთოდ რა დამზღვევი მექანიზმი აქვს ოცნებას იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თანამეგობრობის მხრიდან არ მოხდეს არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თუ საუბარია არჩევნებზე, 26 ოქტომბრის ტარდება არჩევნები, 26 ოქტომბრისთვის არც ერთი ორგანიზაცია არ დაიხურება. იმის მიღმაც არ არსებობს, არავითარი საფუძველი ორგანიზაციები დაიხურა. შეიძლება ისინი ხელოვნურად წავიდნენ ამაზე. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ერთ-ერთი ორგანიზაცია რეგისტრირდება საქართველოს ნაცვლად ერთ-ერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. და ანუ საბაბი რა არის, რომ არ უნდათ, რომ ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ეს არ უნდათ რომ ერქვათ, ანუ საბაბი ეს არის და პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდებიან. ანუ არ უნდა ერქვას, რომ არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და პირდაპირ რეგისტრირდება უცხოურ ძალად. ფული ლოგიკაა, ნუ ეს ხო სასაცილოც არ არის, არცადი რა ვიცი რა დავარქვა, არ ვიცი უბრალოდ ამ ყველაფერს, ხო? აქედან ჩანს, რომ ყველაფერი თიდან არის გამოწვეული, სინამდვილეში ერთადერთი რაც ადარდებთ კონკრეტულ დონორებს და კონკრეტულ ორგანიზაციებს, ეს არის სწორედ გამჭვირვალო. მათ არ უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. როგორიც არის მიუღებელი რაღაცა პროპაგანდის დაფინანსება, ეკლესიის საწინააღმდეგო აგიტაციის დაფინანსება, ათასი ფაქტია, ხო? ეს არის რევოლუციის დაფინანსება, პოლარიზაციის დაფინანსება ამ ქვეყანაში, რელიგიური ინტერვენციის დაფინანსება, პოლიტიკური ინტერვენციის, უბრალოდ რელიგიური სარჩულით. ხო, ეს ფაქტები თუ გახდება ცნობილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს არის რა თქმა უნდა პრობლემა დონორისთვის და ასევე ფულის მიღებისთვის და მათ ურჩევნიათ, რომ შავმა ფულმა იტრიალოს საქართველოში და შავი ფულის წყალობით მოხდეს გარკვეული იდეების, ასე ვთქვათ, გავრცელება ამ ქვეყანაში და რევოლუციის მოწყობის ცდილობები ვიხილოთ კიდევ
არაერთ გზის ჩვენს ქვეყანაში ეს არის მათი ინტერესი და ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი და ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას აქვს ობიექტურად სხვა ინტერესი. ხო, ინტერესი არის ის, რომ მოქალაქემ იცოდეს ყველაფერი საქართველოში შემოსულ თანხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს თუ ეს თანხები პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკას. ხო, თქვენ ხედავთ ახლა დადიან პირდაპირ NGO-ები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. იმ გაუმჯობესებული ფულით რომელსაც ისინი იღებენ დონორებისგან, ხო? ეს ყველაფერზე მეტყოლებს არ შეიძლება ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს ქართული პოლიტიკა გაუმჯობესებული ფულით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა. და ამასთან დაკავშირებით სარჩელი როცა შენ თვითონ რო არღვევ კონსტიტუციურ პრინციპებს და ამის წინააღმდეგ რომ ჩივი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურ ნონსენსთან. აი ამ კანონის პოზიტიური ეფექტი, რასაც ელოდებოდით, რაც იყო მიზანი, შეიძლება ითქვას, უკვე გარკვეულწილად დადგა თუ მომავალში ელოდებით აი ამ გამჭვირვალობას? გამჭვირვალობის თავარი მიზანი არის რა, რომ ყველამ მაჩვენოს საკუთარი სახე. საკუთარი შინაარსი და ამ კანონის ამოქმედებამდე დიდწილად ეს უკვე მოხდა. მაგრამ როდესაც კანონი ამოქმედდება, როდესაც გამჭვირვალე გახდება კონკრეტული ფინანსური წყაროები, ხარჯები და ეს შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი კიდევ უფრო მეტ ეფექტს შეიძენს. ეს არის რა თქმა უნდა ამ კანონის გათვალდა, ეს უნდა მოხდეს აუცილებლად. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ არ შეიძლება გამჭვირვალე ფულით ფინანსდებოდეს საქართველოში პირდაპირ თუ ირიბი ფორმით პოლიტიკა. პოლიტიკა საქართველოში უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ ადგილობრივი წყაროებიდან, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი. საბოლოო ჯამში ეს პროცესები, რა თქმა უნდა, კონვერტირდება წინასაარჩევნო და კონვერტირდება ადამიანების ხმებში, ხო? თქვენი ოპონენტები სხვადასხვა ტიპის კვლევებს აქვეყნებენ, სადაც 65-35-ზე ასეთი ოცნების და მათი ჯამური შედეგი, ოცნების კვლევა ვიცით ასევე 60-40-ზე. საბოლოო ჯამში რა შედეგს მივიღებთ არჩევნებზე? არსებობს Edison Research-ის კვიპროსის ფილიალი, ცნობილი ფილიალი, რომელიც თავის კვლევებს აქვეყნებს, სხვადასხვა თვითონ ოპოზიციის მხრიდან გახდა კრიტიკის საგანი ეს კვლევები, ერთმანეთი გააკრიტიკეს უკვე ისე მოხდა. ამის მიზეზი რა იყო, რომ როცა რაღაცას აყალბებ, კვლევას როცა აყალბებ, იქ რაღაცა ზომიერება მაინც უნდა გამოიჩინო, ხო? აქ ისეთი რაღაცები დაწერეს, როგორც პერსონალური რეიტინგების ნაწილში, ხო? მარგულაშვილი გაიხსენეს, რომ 63% მიუწერეს, როცა საქართველოში საერთოდ არ ახსოვს ალბათ 6.3%-ს ვინ არის გიორგი მარგულაშვილი და ყავდა თუ არა ასეთ პრეზიდენტი ოდესმე ჩვენს ქვეყანას, ხო? ასეთი მარტივი манипуляციებით არ შეიძლება ცალკე ფონს აკასვა. რაც ხა პარტიულ რეიტინგებს პირდაპირ არის კონკრეტული პარტიები, რომელსაც 10% და მეტით გაუზარდეს რეიტინგი, წარმოიდგინეთ, ასეთი შემთხვევებია 2%-ის მაგივრად უწერია 12%, წარმოიდგინეთ. 2 რო არის და 3 უწერ ან 4 უწერ, ეს კიდე შეიძლება რაღაცნაირად ვერ გაამართლებ, მაგრამ შეიძლება ახსნა, რომ ცოტა ხელი წაუკრა, ასე ვთქვათ, მაგრამ 2%-იანს რო უწერ 12%-ს, აქ უკვე იმდენად ხდება გადამლაშება, რომ კონტრპროდუქტიულია თვითონ გამყალბებისთვის. ეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაღაც სიზვრებია, გეზერაშვილის, სანაიასი და ეს შემდეგ ამ ადამიანების, რასაც რა თქმა უნდა, ვერავით არის სერიოზული ასე ვთქვათ, აღქმა ვერ ექნება საზოგადოებაში. რაც შეეხება რეალურ სურათს. გვერდი მონაცემები როგორია? კი, რეალური სურათი. ბარიერის გადალახვის პრობლემა ვის აქვს და ვინ ბლახავს? მე არ ვიტყვი, რომელი სუბიექტები არიან ესენი, მაგრამ დღეს ორი სუბიექტი ლახავს ოპოზიციიდან ბარიერს. ვიდრე დაიწყებოდა გაერთიანება, მანამდე იყო ერთი, მხოლოდ ნაცმოძრაობა ლახავდა ბარიერს, ახლა არის ორი სუბიექტი, რომელიც ახერხებს დღევანდელი მოცემულობით ბარიერის გადალახავს. ნაცმოძრაობა რჩება. ერთი ნაცმოძრაობა და მეორე სხვა სუბიექტი. პარტიების. კი, კონსოლიდაციის შემდეგ მეორე სუბიექტი გაჩნდა, ვისაც აქვს დღევანდელი მოცემულობით 5%-ზე მეტი, არა ბევრად მეტი, მაგრამ აქვს 5%-ზე. ვინც პოზიციონირებს როგორც არანაცმოძრაობა? ხონდ რეალურად ყველა ნაცმოძრაობა, საერთოდ ახალი სახელები გინდა ახალი გერქვას, გინდა რელო გერქვას, გინდა კახარია გერქვას, გინდა ევროპული საქართველო, ყველა ერთი პოლიტიკური სუბიექტია, მათ აკავშირებთ საერთო პატრონი, რეალურად ეს არის მათი გამაერთიანებელი. აქედან გამომდინარე, არავითარ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, აქ მეორე პარტია ვინ არის, მესამე და ეს შემდეგ. ხონდ მოცემულობა არის ასეთი, არის ნაცმოძრაობა, არის კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია თუ გაერთიანება, რომელიც ლახავს ბარიერს, თუმცა ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი.
ანუ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი, მათ აქვს დაახლოებით 20% რეიტინგი. 20%. იკარგება. დანარჩენი იკარგება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას, ნუ ზოგიერთ პარტიას აქვს 4%, ზოგიერთ 3, ზოგიერთ 2, ზოგიერთ 1, ზოგიერთ 9, მაგრამ ჯამურად მათი რეიტინგი, ანუ დანარჩენი ყველა სუბიექტის სამის მიღმა ყველა დანარჩენი სუბიექტის რეიტინგი არის 20%, დღევანდელი მოცემულობით იკარგება დაახლოებით 20%. ყველას აქვს კითხვა და ხშირად, როდესაც ეთერს გარეთ საუბრობთ მეგობრები, ასე შემდეგ, ყველას აინტერესებს, როგორი არჩევნების მეორე დღე. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ისაუბრა, ალბათ ნახეთ მის კომენტარი, თუ არ გინახავთ, მაყურებელსაც წაუკითხავთ, რომ ისინი აუცილებლად გააყალბებენ შედეგებს, შემდეგ ჩვენ უნდა მოვიზადოთ ყველა 100,000 ქუჩაში დგომისთვის დღეების, კვირეების, თვეების განმავლობაში. ამ სცენარს როგორ ნეიტრალებთ? მეზრებელი სცენარი მეორდება მუდმივად, იგივე იქნება ახლაც, ჯერ უნდა გამოვიდნენ აუცილებლად NGO-ები, შავი ფულით, გამომჯროელი დაფინანსებით, უნდა თქვან, რომ ეს იყო რაღაცა საშინელი არჩევნები, რაც გააკეთეს წინასე, ხო? 3 ყალბი მაჩვენებელი წარმოადგენეს, ერთი სეკრეტარული PVT, პარალელური დათვლის შედეგები, თქვეს რომ ამ PVT-ს აცდა CSGO შედეგები და მე გაიგო რომ პირიქით თვითონ გააყალბეს ეს PVT და პირიქით PVT აცდა CSGO-ს შედეგებს, ეს იყო პირველი სიყალბე. მეორე სიყალბე ეხებოდა ზედმეტობებს, მათ თქვეს რომ ზედმეტობები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ში, ამ დროს დადგინდა რომ მხოლოდ 8 უბანზე დაფიქსირდა ზედმეტობა, ანუ 300 უბნის მაგივრად თქვეს 8 უბნის მაგივრად თქვეს 300 უბანეს იყო მეორე ყალბი ინფორმაცია, 3 იყო ძირითად და მესამე მათ თქვეს ასევე ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს რომ თითქოს CSGO-მ სერიოზული დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. როცა დაგვიანება საერთოდ არ იყო, ანუ არსებული პრაქტიკის მიხედვით, ღამის 4 საათი იყო თვარსები, როცა CSGO-მ გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ 3 ჭყალებში ფაქტზე დაყრდნობით ერთმა 30-მა NGO-მ ერთად დადო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები ლამის საქართველოს ისტორიაში, ხო? ნუ ჯერ NGO-მა უნდა დადონ რაღაცა უარყოფითი დასკვნა, ამას უნდა მოყვეს მერე ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიების გამოსვლები, იქ მერე სალომე ზურაბიშვილი რაღაცა სიტყვის, მერე გამოვა კუბილიუსი და ეს შემდეგ, ხო? ანუ ერთი და იგივე თავსმოხვეული მომბეზრებელი სცენარი, რომელსაც ვერანაირი ასე ვთქვათ გაყიდვის რესურსი ვეღარ ექნება ამ ქვეყანაში. იმდენჯერ გააკეთეს ეს ყველაფერი. გამონათქვამი არსებობს, რომ ერთ დინარეში ორჯერ ვერ შეხვალ და მით უმეტეს ერთ დინარეში 7-ჯერ ვერ შეხვალ. ხო, ეს გააკეთეს 2012 წელს სადეს, რომ არჩევნები არ ეღიარებინათ, მე 2016 წელს ჰქონდა მცდელობა, მე 2020 წელს ჰქონდა იგივე მცდელობა. ნუ რამდენჯერ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი, ხო, ხალხი არის დაღლილი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერით. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. და თუ საუბარი გვაქვს ჩვენ 60-20-ზე თანაფარდობაზე, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაც არის საკმაოდ რეალური, ხო, იქ 1-2%-მა შეიძლება გადაწყვიტოს საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, მაგრამ საკმაოდ რეალურია ეს ყველაფერი. როდესაც ყველა იხილავს, რომ არის დამაჯერებელი გამარჯვება, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივად ჩავარდება ის სცენარი, რომელიც წინასწარ შეგვიძლია უკვე დავაანონსოთ, იმიტომ რომ ეს არის მათი გეგმა. აი ამ დესტრუქციულ პროცესებში როგორც წესი მნიშვნელობა აქვს ხოლმე სადამკვირვებლო მისიის შეფასების კრიტიკის ხარისხს. აი აქ რამდენად კრიტიკულ დასკვნას ელოდებით, თუ შეიძლება წინასწარ მსგავსი რამ ითქვას და რა დაზღვევის მექანიზმები არსებობს. ხო, სტანდარტული პრაქტიკაა, რომ იღებენ ხოლმე ადგილობრივი NGO-ების რაღაცა დასკვნებს და პირდაპირ ხდება ამ დასკვნების დაკოპირება. NGO-ების დასკვნებში იმეორებენ მუდმივად ერთ-ეგრევე სიტყვას, ეს არის სავარაუდო. ანუ ვერსად ვერ წერენ, რომ არის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება და შემდეგ ყველგან წერია, რომ არის სავარაუდო მოსყიდვა, სავარაუდო რესურსის გამოყენება, სავარაუდო დაშინება და შემდეგ მერეც გადადის ხოლმე რაღაც ზოგადი ჩანაწერების სახით სხვა დასკვნებში და ნუ ეს არის რაღაც სტანდარტული პრაქტიკა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრი რამ შეიცვალა კიდეც იმისათვის, რომ თუნდაც სპეკულაციები გამოირიცხოს არჩევნების შემდეგ, მათ შორის არჩევნების დღისთვის რადიკალურად გარდაიქმნა პროცედურები, შემოღებული იქნა ელექტრონული ხმის მიცემის, რეგისტრაციის, დათვლის წესი, რაც სპეკულაციებისგან მაქსიმალურად იცავს საარჩევნო პროცესს. ასეთ პირობებში, ნუ მაგალითად PVT-ის გაყალბება საერთოდ აზრი ეკარგება უკვე სხვა იმასთან ზედმეტობებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციას ვეღარ დადებენ. არჩევნების შედეგები როდის გამოქვეყნდა, ამაზე ვერაფერს ვეღარ იტყვიან და შემდეგ ხან სპეკულაცია მიუხედავად იმისა, რომ სიყალბე იყო, მაინც
გარკვეული როლი შეასრულა ამ სიყალბემ 2020 წელს, როცა სამი ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს. ეხლა ამის ასეთი სპეკულაციებისთვისაც კი აღარ ჩებათ რეალურად სივრცე. ანუ ასეთ პირობებში რა ვიცი ყველაფერი შეიძლება ცადონ, მაგრამ საზოგადოება დაინახავს, რომ არავით არის საფუძველი არ ექნება არც ერთ სპეკულაციას. სალომე ზურაბიშვილის როლზეც რო ვისაუბროთ ამ პროცესში, მაყურებელი თვალს ადევნებდა მთელი ეს პერიოდი მის სხვადასხვა ტიპის მცდელობებს, მათ შორის ქარტიას და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ ის არის მოქმედი პრეზიდენტი. თუ კი ისიც ამ ეგრეთ წოდებული არალეგიტიმურობის ტალღის წინამძღოლი გახდება, თუ კი ის გადაწყვეტს, რომ სხვადასხვა კოლეგებს და ურეკოს ევროპაში ესაუბროს და არ წმნოს ისინი, რომ აქ არჩევნები გაყავდა, ამ სცენარზე თუ იმსჯელა ოცნება. ნუ რეალურად არათუ კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაწილია სალომე ზურაბიშვილი, ეს არის ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთჩვეულებრივი თოჯინა. მეტი არაფერი, ან პატარა მარტივი მარიონეტია, მეტი როლი მას არ აქვს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რასაც ჩასახებენ, ქვევრივით იმას ამოძახებს. ანუ მეტი რესურსიც არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, რასაც ეთქვიან, პირდაპირ იმას გაიმეორებს. ხო, ის დიდი ხანი აღარ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ის დიდი ხანი არის ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც ის თანამდებობაზე დატოვა ნაცმოძრაობა, მიუხედავად კონსტიტუციის აღიარებული დარღვევისა, შესაბამისად, ის ჩვეულებრივი მარიონეტივით იმოქმედებს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ვინ არის და რა არის, საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, აქედან გამომდინარე, მის არც ერთ განცხადებასაც არავითარი ფასი რა თქმა უნდა არ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ აი კვლევებით, რაზეც თქვენც ისაუბრეთ, ჩანს, რომ პრინციპში სერიოზული გამარჯვების მიღწევის იმედი ოპოზიციას არ უნდა გქონდეთ, მაინც წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ხედავთ ამ მრჩეველთან მუშაობის გარკვეულ იმიტაციას, ასე ვთქვათ, რაც გამოიხატება იმ შეცვლილ რიტორიკაში. გასაოცარ განცხადებებს ვისმენთ ადამიანებისგან, რომლებიც რადიკალურად საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ სულ ცოტა ხნის წინ. ეს რაზე მეტყველებს? რით აიხსნება აი ესეთი სახეცვლილება ამ პერსონების? ხო, რადიკალური ოპოზიცია გახდა ბჭყალებში პრორუსული. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ძალად გამოგვაცხადეს 2022 წლის თებერვლიდან, მარტიდან ძირითადად ორი მიზეზის გამო. ეს იყო ის, რომ სანქციებს არ შევერთით და მეორე იყო ის, რომ მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით. ხო, ეს იყო ორი აგრესიული მოთხოვნა, რომელიც მაშინ დაგვიყენეს და იმის გამო, რომ ეს ყველაფერი არ გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერი დავიცავით ქვეყანა მეორე ფრონტისგან, ამის გამო გამოგვაცხადეს ჩვენ პრორუსულ ძალად. ახლა რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, იმას ლაპარაკობენ 2 წლის თავზე. ხო, მადლობა ღმერთს, არის 21 საუკუნე, არსებობს არქივი, ერთ წამში შეიძლება ამოიღო მათი ყოფილი ძველი განცხადებები და ყველაფერი დევს ხელის გულზე. როგორ ითხოვდნენ ისინი სანქციებთან მიერთებას, როგორ გმობდნენ სანქციებთან არ მიერთებას, როცა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მებრძოლ მოხალისეებთან დაკავშირებით რა განცხადებები კეთდებოდა და შემდეგ როცა ფრენები აღდგა რუსეთის გადაწყვეტილებით, ან მათი გადაწყვეტილება იყო ჩვენ არ ჩავრეულოთ საერთოდ. ამ გადაწყვეტილებაში ამასაც რამხელა აგრესია მოყვა და გახსოვთ იგივე ბათუმში მაგალითად როცა ჩამოდგა გემი კრუიზის მონაწილეები გადაყავდა ტურისტები რამხელა აგრესიით შეხვდნენ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ხო, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ვერაფრით ვერ ახსნეს და დღემდე ვერ ახსნიან რა განსხვავება მაგალითად ყაზბეგში რო შემოდის ჩვეულებრივი საზღვრიდან რუსი ტურისტი და როდესაც კრუიზით შემოდის ბათუმში რუსი ტურისტი. ხო, ამხელა ნონსენსთან გვაქვს ხოლმე საქმე. დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ რაც მეტი ტურისტი შემოვა რუსეთიდან, მით უკეთესი რაც მეც ვივაჭრებთ რუსეთთან, მით უკეთესი რაც მეტი ეკონომიკური ურთიერთობა იქნება, მით უკეთესი და ასე შემდეგ, ხო, ფრენებზეც ცელდება რა თქმა უნდა. ეს გარდასახვა ერთგვარი აღიარებაა, რომ თქვენი პოლიტიკა აღიარება კი რეალურად ისინი უყურებენ კვლევებს და ხედავენ, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სწორედ პრაგმატული პოლიტიკის გამო, რომელიც ჩვენ გავადარეთ ამ 2 წლის განმავლობაში. მშვიდობის შენარჩუნება, რაც არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ გაგვეზარდა რეიტინგი. მეორე, ეკონომიკური წინსვლა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ჩვენ გვაქვს ისტორიულად ყველაზე მაღალი რეიტინგი დღევანდელ დღეს და უნდათ რომ ამ მესიჯებს უხეშად რომ ვთქვათ დააჯდნენ, თუმცა რეალურად რა თქმა უნდა ვერ ექნება ამ ყველაფერს წარმატება, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეგვიძლია ამოვიღოთ არქივი, რომლითაც დასტურდება, რომ 2 წლის განმავლობაში ისინი სრულიად საპირისპიროს
ლაბარაკობდნენ და არ შეიძლება 2 წელი საუბრობდე ერთს და მერე ცადო ერთ დღეში ამ ყველაფრის შეცვლა, ხო? Ну, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ყველაფერს სათანადო შეფასებას მიცემს. როგორც წესი, საპარლამენტო არჩევნების წინ განსაკუთრებით აინტერესებთ მოქალაქეებს გზავნილები, რომელიც ეხება ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას და ასე შემდეგ. ჩვენ გარდა იმისა, რომ მაგალითად თქვენი ოპონენტებისგან უკვე ვისმენთ შეცვლილ რიტორიკას, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებზე, რას თავაზობს ოცნება მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ ამ თვალსაზრისით? ერთია, რომ ჩვენ ვიცით თქვენი განცხადებები ომსა და მშვიდობას შორის არჩევანზე, მაგრამ გარდა ამისა არსებობს უამრავი სოციალური და ეკონომიკური საკითხიც. კი, ჩვენ გვექნება საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა საკითხს და ერთ-ერთი მთავარი სფერო იქნება ბუნებრივია ეკონომიკა, ეკონომიკური წინსვლა. ჩვენ გვქონდა ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა გასული 3 წლის განმავლობაში, რომელიც გრძელდება მე-4 წელსაც. საშუალო ზრდა 2021-23 წლებში იყო 9.7%. წელსაც პირველი 5 თვის მონაცემებით გვაქვს 9.3% ეკონომიკური ზრდა. ამ მონაცემებით ჩვენ ვართ პირველი ევროპაში, ეკონომიკური ზრდის კუთხით გვიკავია პირველი ადგილი მთლიანად ევროპაში. და ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, ამ ტემპის შენარჩუნება. ამისათვის გვჭირდება მაქსიმალურად ინვესტიციების მოზიდა, ამისათვის გვჭირდება მაქსიმალურად იმ პროექტების ბოლომდე მიყვანა და გაგრძელება, რომლებიც არის უკვე დიდი ხანია დაწყებული. ეს არის მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, საგზაო პროექტები. მალე უნდა დასრულდეს, რა თქმა უნდა, თბილისი-ბათუმის ავტობანის მშენებლობა, შემდეგ უნდა გავაგრძელოთ ავტობანის მშენებლობა საზღვრებამდე, აზერბაიჯანის, სომხეთის საზღვარი ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ქვეშეთიკობის მონაკვეთი, რომელიც დასრულდება მომავალი წლისთვის. კახეთის მონაკვეთია ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა მიმართულებით გაგრძელდება ეს სამუშაოები, არის რკინიგზის პროექტი, ანაკლიის პროექტი, ანაკლიაში პორტი უნდა აშენდეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტია, რომელიც უკვე, ასე ვთქვათ, რომელსაც სრულობა აქვს უკვე მიცემული და უკვე ცხადდება შესაბამისი პროცედურები იმისათვის, რომ დაიწყოს აეროპორტის მშენებლობა და პირველი ფაზა რამდენიმე წელიწადში უნდა დასრულდეს და საბოლოო ჯამში თბილისი ექნება 19 მილიონ გზავრზე გათვლილი აეროპორტი, როდესაც მოქმედი აეროპორტი მხოლოდ 4 მილიონ გზავრზეა გათვლილი, შესაბამისად ძალიან მალე ამოწურავს თავის ლიმიტებს არსებული აეროპორტი იმისათვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდას დავაწიოთ, მათ შორის ამ კუთხით მობილობის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება. სხვა მიმართულებითაც იცით, რომ მაგალითად ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. დინამო სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი არის ამორტიზებული მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე გვჭირდება ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება, საუნივერსიტეტო რეფორმის კუთხით გვექნება ასევე სრული შეთავაზებები საზოგადოებისთვის, კულტურის სფეროში, სპორტის სფეროში, ყველა მიმართულებით ძალიან ამბიციური და ამავდროულად რეალისტური გეგმა იქნება წარდგენილი საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჯერ კიდევ ჩვენი მაჩვენებელი ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ არის წელს გახდება $9,000-მდე, მაგრამ ევროპის ქვეყნებია, რომლებსაც აქვთ $30,000-40,000 ერთსულ მოსახლეზე ეკონომიკა, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი განვითარება იმისათვის, რომ ევროპულ სტანდარტებს დავეწიოთ და მინიმალურ ევროპულ ევროკავშირის განვითარების დონეს გადავასწროთ, რაც საკმაოდ რეალურია. 2030 წლისთვის ამ ამოცანის შესრულებაც არის საკმაოდ რეალური. მთავარია, რომ როგორც ვარ დღეს პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის კუთხით, ასევე შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი მომავალი წლების განმავლობაშიც. ეს იქნება ჩვენი მთავარი პროგრამული ამოცანა მომდევნო წლებისთვის. აი ამ გეგმის მიუხედავად, თქვენი ოპონენტები მაინც ამტკიცებენ, რომ ქართული ოცნება ვერ ქმნის პოზიტიურ დღის წესრიგს, ამიტომაც გამოაქვს მთავარ გზავნილად, რომ ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ხო? თქვენი შეფასებით, აქ არის ამ ორ გზავნილს შორის რაიმე წინააღმდეგობა, ერთი სხვა მშვიდობა და მეორე სხვა ეკონომიკური განვითარება, თუ ეს პირდაპირ უკავშირდება? რა თქმა უნდა, თქვენ ნახეთ იგივე უკრაინას რა მოუტანა ომმა, ხო? ეს არის არამხოლოდ 10,000-ობით დაღუპული ადამიანი, ეს არის არამხოლოდ სხვა ჰუმანიტარული ძიმე პრობლემები, რომელიც შეექმნა ამ ქვეყანას, ეს არის არამხოლოდ 10 მილიონი დევნილი და ლტოლვილი, რომელიც მიიღო უკრაინამ, ეს არის, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებიც. მარტო პირველ წელს 30% ვარდნა ჰქონდა ეკონომიკაში უკრაინას, რაც არის ჩვენი 90-იანი წლების, ასე ვთქვათ, სურათი, ხო? რა თქმა უნდა, ომი პირდაპირ ნიშნავს
ეკონომიკური ზრდის არათუ შეფერხებას, არამედ უძიმეს ეკონომიკური კრიზისს და რაც ხომ მშვიდობის შენარჩუნებას ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც ჩვენ ვახერხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას არის სწორედ ის, რომ ჩვენ გვაქვს მადლობა ღმერთს უწყვეტი მშვიდობის 12-წლიანი პერიოდი ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ორი კრიზისი გამოვიარეთ, გლობალური კრიზისი, რეგიონული კრიზისი, ამ პერიოდის განმავლობაში პირველი იყო კრიზისი, რომელიც უკრაინის პირველ ომს უკავშირდებოდა 2015-16 წლებში, ეკონომიკა შემცირდა დოლარში ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ჩვენს გარშემო მეორე კრიზისი უკავშირდებოდა კოვიდს. ამ კრიზისების მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 28 მილიარდიდან 90 მილიარდ ლარამდე ადის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ხო, შესაბამისად ანალოგიურად ზუსტად დაახლოებით სამჯერ არის გასწრილი ქვეყნის ბიუჯეტი, ხო, ანუ მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება სამჯერ მეტი, ვიდრე ქვეყანას ჰქონდა 2012 წელს. რა თქმა უნდა, უწყვეტი მშვიდობა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ რო გავყოლოდით იმ სცენარს, რომელსაც გვთავაზობდა ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ეს გარდა სხვა უმძიმესი პრობლემებისა, გამოიწვევდა ეკონომიკურ კრიზისსაც და სერიოზულ ეკონომიკურ ვარდნასაც. აქედან გამომდინარე, არათუ წინააღმდეგობაშია ორი ფაქტორი ერთმანეთთან, პირიქით მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა და ასევე აქვე კიდევ ვიტყვი, რომ კეთილდღეობის ზრდა არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ევროინტეგრაციისთვის. აქაც ალბათ წარმოაჩენენ ხოლმე ვითარებას, ამბობენ, რომ ჯერ უნდა შეხვიდე ევროკავშირში და მხოლოდ ამის შემდეგ ეშველება ქვეყნის ეკონომიკას. ამ დროს პირიქით არის, ვისაც ასეთ ესმის ევროკავშირის გაფართოების კონცეფცია, ჯერ რაღაც დონეს უნდა მიაღწიო კეთილდღეობის და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა. ანუ ჯერ არის კეთილდღეობა და მერე ევროინტეგრაცია და არა პირიქით ჯერ ევროინტეგრაცია და მერე კეთილდღეობა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კეთილდღეობის ხარისხი გაიზარდოს, ამისთვის აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება, თუ იქნება მშვიდობა, იქნება კეთილდღეობის ხარისხის ზრდა და იქნება ევროინტეგრაციაც. თუ ეს ყველაფერი არ იქნება, ამ შემთხვევაში არც ევროინტეგრაცია იქნება და ყველაფერი მოგრჩება უკვე. ჩვენ მადლობას გიხდით ამ ინტერვიუსთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ახალ სატელევიზიო სეზონზე კვლავ გვექნება თქვენთან საუბრის შესაძლებლობა, მით უმეტეს რომ საარჩევნო პროგრამა უკვე იქნება წარმოდგენილი და გაცილებით უფრო მეტ დეტალზე გვექნება ალბათ საუბარი. დღეს კი ამით გემშვიდობებით. ერთი მესიჯი ბოდიში ვიდრე დავასრულებთ, ერთი მესიჯი რის გადანასაც ცდილობენ კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი მფარველები არის ის, რომ თუ ნაცმოძრაობა არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაშინ არ იქნება ევროინტეგრაცია. მე გარანტია მინდა მივცე ყველას, რომ თეორიულად რო დავუშვათ ჩვენ ნაცმოძრაობის დაბრუნება, საერთოდ უგან მოგრჩება ევროინტეგრაციას და ყველაფერს. მე გარანტიას ვიძლევ იმისა, რომ თუ ასეთ თეორიული სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ერთი კვირა არ დაჯერდებათ იმისათვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი. პიარულადაც კი არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. პირდაპირ შეუდგებიან საქმეს. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების არჩევა არის პირიქით აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზასაც. მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აჯამებდა იმედი ლაივის სეზონის